მოვლენების ეპიცენტრია ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო. ჟურნალისტების სკანდალური სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. განსაზღვრების სკამზეა თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმა, ოჯახის ახლო მეგობარი და ასევე თავდაცვის ექს-მინისტრის პირადი მცველი. ეთერის დაწყების წინ შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პირი, რომელსაც შავი ბიზნესის ერთ-ერთ მფლობელად და მაკონტროლებლად მოიაზრებდნენ და რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის პირადი მცველი იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობს. რას მოყვება და ვის დაადებს ხელს? ვინ აკონტროლებდა საქართველოში სიგარეტის შავ ბიზნესს, სადაც ძალიან დიდი ფული ბრუნავს? ფაქტია, ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს დაერივნენ და შიდა ანგარიშწორების გზაზე სულ უფრო მეტი ამბავი სკდება. მათ შორის ისინი თავად აღიარებენ, რომ დიახ, ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჯარიდან იპარავდნენ ფულს და ამ ფულით მინისტრი ყიდულობდა ვილებს ესპანეთში. ისინი აღიარებენ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის, ქართული ოცნების მაღალჩინოსნის და ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი ძმაკაცის გარემოცვა საქართველოში აკეთებდა შავ ბიზნესს. ეს იყო სიგარეტის შავი ბიზნესი, სადაც ძალიან დიდი ფული იჭრებოდა. ვიდრე პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას სასამართლოს შენობაში გააკეთებს, შაბათის ეთერისთვის ყველა დეტალი უკვე ცნობილია. პირველი სკანდალური ამბებით. მარიამ გაფრინდაშვილი შემოდის ახლა სტუდიაში და ის მოგვიყვება, ვისთან ერთად აკეთებდა ჯუანშერ ბურჭულაძის გარემოცვა შავ ბიზნესს. და პირველი ექსკლუზივი, ეს არის რუსეთის მოქალაქე, პეტერბურგელი ბიზნესმენი ვიქტორ აბაიმოვი, რომელიც საქართველოში ავიაკომპანია აირზენას რეისით 925 ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან 9 სექტემბერს საღამოს 21 საათსა და 51 წუთზე შემოვიდა. პროკურატურა ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარემოცვა და მისი ოჯახის წევრები შავ ბიზნესს სწორედ რუსეთის მოქალაქეებთან ერთად აკეთებდნენ. მარიამ, შორის ამ ბიზნესში, კომპანიაში, რომელიც ბურჭულაძის გარემოცვას ჰქონდა დაფუძნებული და სიგარეტს უკანონოდ აწარმოებდა, იყვნენ ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, დასაქმებლები. ამ ინფორმაციას გამოძიებას ჩვენებაში ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის წევრი ბატონი ნუკრი ცაბაურაშვილი აწვდის. ცაბაურაშვილი მნიშვნელოვანი პერსონა, არსებული ინფორმაციით ეს ადამიანი მანამდე მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილთან, ანუ ჯერებარა ღარიბაშვილის უსაფრთხოება, შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს გადასასუსტებელი. ჩვენი ჟურნალისტი ამ კითხვას აუცილებლად დაუსვამს სასამართლოში მყოფებს, როგორც ისინი პროცესზე გამოცხადებიან. ვიდრე ვილაპარაკებთ ამ სკანდალურ ჩვენებაზე, როდესაც ბურჭულაძის გარემოცვას მათმა სანდო ადამიანმა დაადო ხელი. ახლა ვნახოთ აი ეს კადრები. მე მაყურებელს მინდა ვაჩვენო, რომ აქ საქმე არ ეხება რაღაც ერთ რიგით იატაკქვეშა ცეხს, სადაც რაღაც რამდენიმე კოლოფ თამბაქოს აპაკეტებდნენ. აქ თქვენ ხედავთ მთელს თამბაქოს წარმოების იმპერიას. ეს არის როგორც ოფიციალური უწყება, ფინანსთა სამინისტრო გვეუბნება, ეს არის მთელი დიდი საწარმო, სადაც ყვაოდა სიგარეტის შავი ბიზნესი. ანუ ეს იყო უაქციზო სიგარეტი, ფული, რომელიც უნდა გადაეხადათ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიუჯეტში ყოველი გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან. ანუ ახლა გვეუბნება ქართული ოცნების პროკურატურა, რომ ყოველი გაყიდული სიგარეტიდან, ერთი კოლოფი სიგარეტიდან წილი არა ბიუჯეტში, არამედ ოცნების მაღალჩინოსნებთან და მათ გარემოცვასთან მიდიოდა. პროკურატურა ადგენს ჯუანშერ ბურჭულაძის წრის გარდა კიდევ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე მისული, ვისთან მიდიოდა წილი და ვისი ბიზნესი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. მარიამ გაფრინდაშვილისთვის ყველა დეტალი უკვე ცნობილია. სკანდალური საქმის მასალები კი ჩატვირთულია ჩვენს ინტერაქტიულ ეკრანზე და დავიწყეთ მარიამ. სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ცხადია ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი და გვარი არ ფიგურირებს, მაგრამ მე ხელში მაქვს ანანო ჭიჭაღუას ჩვენება. ეს არის ერთ-ერთი
თანამშრომელი, რომელიც აი გორში ამ საწყობის ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და როგორც ჩანს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მაინც ცდილობენ ამ საქმეში თავდაცვის ექს-მინისტრის კვალს ან ვიღაცას ქართული ოცნება. გასაგებია მარიამ გუშინ ბრიფინგზე ოფიციალურად ითქვა რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრი ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვა როცა მათ ინტერესში არ არის ინიციალებსაც კი არ წერენ ხოლმე კონკრეტული ბრალდებულების და ამ ადამიანს ეკითხებიან გამომძიებელი მას ეკითხება ვინმე ცნობადი სახე დადიოდა თუ არა ამ ტერიტორიაზე სადაც ყვაოდა ეს უკანონო ბიზნესი ყოველ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას ეს კითხვები აქვს პრინციპში მხეიძის და ბურჭულაძის კავშირებიდან გამომდინარე ეს არც ისე უსაფუძვლო კითხვა. მოკლედ, მივყვეთ ახლა ქრონოლოგიურად მოვლენებს და დოკუმენტებს, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტები და რაც საქმის მასალებში დევს. ეს პიროვნება, ბატონი აბაიმოვი ვიქტორი, არის პეტერბურგელი ბიზნესმენი. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ, გავარკვიეთ მისი ოჯახის წევრების ნომერი და მის შულს ვესაუბრეთ. სარესტორნო ქსელის ბიზნესი აქვს მამაჩემს რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოში წამოვიდა ბიზნესის საკეთებლადო, მაგრამ ვისთან ერთადო ესო ჩვენთვის უცნობი არისო და ეს პირები ოფიციალურად შედიან ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმასთან ერთად კომპანიის წილში. თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ ეს კონკრეტული კომპანია დააფუძნა 2022 წელს. ჯერ კიდევ, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრია, გავლენები აქვს, ძალაუფლება და ყვავის მისი გავლენები. 2023 წლიდან უკვე თანამშრომლებმა იციან, რომ იქ მიმდინარეობს სიგარეტის უკანონო წარმოება, ისინი ჩვენებებში ყვებიან. ეს ძალიან სკანდალური დეტალი, ანუ რა გამოდის, რომ საქართველოს პროკურატურა საქმის მასალებში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და ცოტა ხანში უკვე სასამართლო დარბაზშიც გაცხადდება, უდევს მტკიცებულებები, ჩვენებები, რომ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მისი ოჯახის წევრი ოჯახის წევრს უკვე ჰქონდა სიგარეტის შავი ბიზნესი. კი ბატონო და წლების განმავლობაში ხდებოდა ამას გამოძიების პატაკშიც წერენ რომ წლების განმავლობაში ხდებოდა იქ სავარაუდოდ ამ უკანონოდ სიგარეტის ბიზნესი წარმოება და შესაბამისად ამას საგამოძიებო უწყებას უდასტურებენ გამოკითხული პირები. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს მისი სახელი და გვარი ამ ბიზნესში 2025 წლიდან ჩნდება მას შემდეგ რაც ცოტა ხნით ადრე ვიდრე ვასილ მხეიძე უკვე საპატიმროში აღმოჩნდება. ჩვენ ეს დოკუმენტიც გვაქვს და შეგვიძლია ვანა ვუჩვენოთ მაყურებელს. აი ეს დოკუმენტი, აი ეს დოკუმენტია, კი ბატონო. ანუ საქართველოს ოცნების თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა 2025 წლის 29 მაისს აფორმებს შეთანხმებას რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან, რომელსაც თამბაქოს აი დიდი კორპორაციის წილს კადრები კიდევ ერთხელ გაუშვათ 5000 ლარა დაძლევს ნახევარს. ხო, რაც ცოტა არადამაჯერებელი ამბავია, ხო, თვითონ, იმიტომ რომ ეს სხვა შორის დათვალიერების ოქმიდევ საქმეში, სადაც წერია რომ 3 უზარმაზარი საწყობს მოიცავს ეს ტერიტორია, რომელიც სავსე იყო აი ამ უკანონოდ წარმოებული სიგარეტით, ასევე საკმაოდ ძვირად ღირებულ დანადგარებს, შესაფუთ მასალას და ასე შემდეგ. საკმაოდ ძვირად ღირებული უკანონო ბიზნეს ფლობდა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა. ფაქტია პრინციპში ამ შეიძლებოდა რომ ეს არ სცოდნო და მაგალითად წარმოიდგინეთ შინდისის ქუჩა ნომერი 19 გორში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან ეს არ არის რაღაც მიყრუებული ადგილი და უჩინარი ადგილი ამ ქალაქში. ქარხანა სადაც არ ხდებოდა მხოლოდ ხო სიგარეტის უკანონო დამზადება და შემდეგ სავარაუდოდ კი არ და რეალიზაცია იქ ასევე იქვე ხდებოდა გიორგი კანდელაკის საქმე, ანუ უკანონოდ ალკოჰოლის დამზადებაც და ჩამოსხმაც. ანუ გამორიცხული მთელი ტერიტორია ქონდათ მეგაპოლისი აწყობილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, იმიტომ რომ საქმეში თავად გვეუბნება ფინანსური პოლიცია, რომ ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში ეს იყო ქართული ოცნების წევრის ბიზნესი, ბატონი ბორია გოგიჩაიშვილის ბიზნესი, ქართული ოცნების მხარდამჭერის კანდელაკის და გვერდზევე ერთი კედლით გადაღმა იქ ყვაოდა უკვე თამბაქოს არალეგალური ბიზნესი, როგორც არ იყო ეს რაღაცა მიყრუებული ტერიტორია ქალაქიდან არის ზუსტად 900 მეტრში მართლა ეს ადგილი და შესაბამისად გამორიცხულია მაშინ რასაკეთებდნენ საგამოძიებო უწყებები, პოლიცია, სუსი და ასე შემდეგ. გამორიცხულია ეს ამბავი. უბრალოდ განცდა რჩება ამ საქმიდანაც და გამოკითხვის ოქმებიდანაც, რომ საგამოძიებო უწყება
ეძებს ჯუანშერ ბურჭულაძის და ღარიბაშვილის გარემოცვის კვალს, ან ცდილობს, რომ ამ საქმით კიდევ უფრო მეტად და ან გააფრთხილოს. არ ვიცი რა მიზანია ამ შემთხვევაში. ცდილობს გამოძიება იმას, ყოველ შემთხვევაში აქ კითხვები ისეთი არის დასმული, რომ მოიპოვოს ჩვენება ვიღაცამ თქვას, რომ ყოველი ერთი კოლოფი შავ ბაზარზე შექმნილი სიგარეტიდან წილი მიდიოდა არა მხოლოდ ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახში, არამედ ღარიბაშვილთან. და აქ მნიშვნელოვანია კი ეს განსდარჩება ყოველ შემთხვევაში ამ გამოკითხვის ოქმებიდან და კიდევ მნიშვნელოვანი ჩვენ ვასილ მხეიძე ვიცით რომ ნათესაური კავშირი აქვს მას თავდაცვის ექს-მინისტრთან და ის იყო მისი ძალიან დიდი ნდობით აღჭურვილი პირი შესაბამისად ყველა ჩვენებაში ყველა ადამიანი ყვება რომ სწორედ ვასილ მხეიძე იყო ამ უკანონო ბიზნესის წარმოებაში ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები და ასევე პირველი ჩვენება ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რომ რუსეთის მოქალაქე როდის შევიდა ამ კომპანიაში და მას რა როლი ჰქონდა და არ არის გამორიცხული რომ სწორედ რეალიზაციის ნაწილში სწორედ ეს რუსეთის მოქალაქე იყო ჩართული ასევე დამატებით მოგახსენებთ, რომ შპს საქსის დირექტორ და დამფუძნებელ მარიამ არჩემაშვილ და ვასილ მხეიძესთან ერთად არის რუსეთის მოქალაქე ვიქტორ აბაიმოვი. ისინი ერთობლივად მართავენ კომპანიას. დაცვის უფროსი არის ნუგზარი ცაბაურაშვილი, რომლის უფლებამოვალეობებს წარმოადგენს სმენების შედგენა და კომპანიის სასაწყობე ფართების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბუნებრივია ნუკრისთვის ცნობილი იყო საწარმოში მიმდინარე თამბაქოს წარმოების პროცესი და მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფარდში დაცვის უფროსის ნუკრით საბაურაშვილის ნებართვის გარეშე ვერავინ შედიოდა. ასევე ნუკრისთვის ცნობილი იყო ხსენებულ ფართებში, როდის ვინ შედიოდა. მარიამ ამ ჩვენებით, რომელიც რამდენიმე წუთში უკვე სასამართლოს ხდომაზე განხილვის საგანი გახდება, ირკვევა, რომ ეს იყო ნახევრად გასაიდუმლოებული, გასამხედროებული რაღაც სპეცობიექტი, სადაც არავის არ უშვებდნენ. მაგრამ მას შემდეგ რაც ამბავი გასკდა და ნახეს რომ უწყებება რომლებთანაც მანამდე სავარაუდო დალაგებული ჰქონდათ, თორე ამ ხელა შავ ბიზნესს ვერანაირად ვერ აყვავებდნენ, დაიწყეს მიადგნენ, მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, დაიწყო გადამალვა და დანაშაულის კვალის დაშლა. ხოჭერს ძალიან საინტერესო სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნუკრით საბაურაშვილი, ეს ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის წევრი და საქმეში არსებობს გამოძიების პატაკი, რომ ახლა იქ თანამშრომლები ცდილობენ, რომ აი ეს მოწყობილობები გადამალონ. ეს აქვთ ანუ საწარმო დაშალონ და სხვაგან წაიღონო. წაიღონ და ეს გადამალვის სპეცოპერაცია იგეგმებო ამ პატაკში. წერია გამომძიებელი ლევან კირვალიძის პატაკია, ეს ის ლევან ადეიშვილს მიმართავს და შესაბამისად იგეგმება სწორედ ამ პატაკის საფუძველზე უკვე განმეორებითი სპეცოპერაცია ვასილ მხეიძის საწარმოში. იქ შედიან გამომძიებლები, სამი საწყობი იყო, სამივეგან ჩხრეკა ტარდებოდა უპრეცედენტო რაოდენობის სიგარეტს და ასევე დანადგარები ამოიღეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი დეტალი, რომ ამ საწარმოში აქ საუბარი იმაზე კი არ არის მხოლოდ რომ ეს იყო უაქციზო სიგარეტი, ანუ ფული, რომელიც აქციზით უნდა გადაეხადათ საქართველოს ბიუჯეტში და უნდა მოხმარებოდა ხალხს, თითო კოლოფის სიგარეტიდან წილი მიდიოდა ქართული ოცნების მინისტრის გარემოცვაში. მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ აწარმოებდნენ სიგარეტს, რომლის წარმოების უფლებაც არ ჰქონდათ. ანუ თქვენ რომ ყიდულობთ კონკრეტული დასახელების სიგარეტს, ის შეიძლება არ იყოს მაგალითად რაღაც კარელია სლიმსი იყო, ხო სიგარეტი? ეს შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო ის სიგარეტი, რომელსაც ხალხი ყიდულობს და იქ იყოს რაღაცა ჩატერილი სრულიად სხვა თამბაქო და რას ეწეოდა ადამიანი, ესეც არ იცოდა, ხო? ხო, ისევე როგორც რას სვამდნენ, ხო, რაღაცა საოცარი ტერიტორია იყო ეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვასილ მხეიძეს ფორმალურად როგორც ჩანს, მას შემდეგ რაც ჯუანშერ ბურჭულაძეს უკვე პრობლემები დაეწყო ქართულ ოცნებასთან, ის რაღაცნაირად ცდილობდა დისტანცირებას ამ კომპანიისგან, დანიშნა მისი მეგობარი მარიამ არჩემეიშვილი, რომელიც ახლა დაკავებულია სხვათა შორის ფოტომოდელია ქალბატონი მარიამი და ის იყო ამ საწარმოს ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით დირექტორი. მარიამაც ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან პირველი გამოკითხვის დროს მან ჩვენება არ მისცა საგამოძიებო უწყებას, გუშინ გამოკითხეს მეორედ და უკვე მან მისცა ჩვენება და მანაც ასე ვთქვათ პირდაპირ თქვა რომ ვასილ მხეიძე იღებდა აქ ყველა გადაწყვეტილებას და თავად არაფერი არ იცის.
სიგარეტის დამზადების პროცესს ხელმძღვანელობდა ვასილ მხეიძე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე პირადად არ მომიხდენია აღნიშნული სიგარეტის რეალიზაცია. სიგარეტის საწყობიდან გატანა ხდებოდა ვასილ მხეიძის მითითებების საფუძველზე. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ვასილ მხეიძის მიერ გაფრთხილებული ვიყავი, რომ საწყობის იმ სივრცეში, სადაც განთავსებული იყო სიგარეტის დასამზადებელი დაზგა დანადგარები, არავინ შემეშვა გარდა სიგარეტის წარმოებაზე დასაქმებული პირებისა. მათ შორის აღნიშნულ სივრცეში არ უშვებდი ჩემს დაქვემდებარებაში არსებულ უსაფრთხოების თანამშრომლებს. ასევე გაფრთხილებული ვიყავი, რომ სიგარეტის წარმოების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ყოფილიყო გასაიდუმლოებული. ჩემთან რამე გინდა 2022 წლიდან გორიის სტეიჯში ოფიციალურად ვმუშაობ. ამ კომპანიაში ჩემი უფროსი ვასილ მხეიძეა. ჩვენ გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, ამიტომ ის მე ძალიან მენდობოდა. 2023 წლის დეკემბერში ვასილმა მკითხა ვიქნებოდი თუ არა თანახმა დავენიშნე შპს საქსის ფორმალურ დირექტორად, რადგან თავად გარკვეული პრობლემების გამო ამ თანამდებობის დაკავება არ სურდა. მე დავთანხმდი, თუმცა მაინც ვკითხე რა უნდა გაეკეთებინა ამ კომპანიას. ვასილ მხეიძემ მითხრა, რომ აპირებდნენ სიგარეტის წარმოებას. რეალურად ამ კომპანიის საქმიანობაში მე არ ვერეოდი. მართველი იყო ვასილ მხეიძე. ახლა რა არის მნიშვნელოვანი მთელ სამ სქემაში, რაც სავარაუდოდ გამოძიების მასალებში ჯერ არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაკვლიეთ ამ დეტალს, ძალიან რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და გზა გამოჩნდება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომ თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დეკლარაციაში წერს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შევსებულ დეკლარაციაში, რომ ის მუშაობდა კომპანია გორიის სტეიჯში, რომლის ტერიტორიაზეც ჩატარდა ეს სპეცოპერაცია, ციტირებას ვახდენ, ინვესტიციების მოზიდვის კოორდინატორ მრჩევლად. ახლა ჩნდება კითხვა, რომ რუსი ბიზნესმენი, რომელიც შემოვიდა ამ საქმეში 2025 წლის 29 მაისს იყო თუ არა ის, ვინც ამ ბიზნესში შემოიყვანა თავად ჯუანშერ ბურჭულაძემ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ჩვენებას მისცემს ეს ბიზნესმენი, ის რაც ჯერ დუმილის უფლებას იყენებს და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მინიმუმ ბურჭულაძის დანაშაულის კვალს თუ ვერ ვიპოვიან, ის მინიმუმ ციხეში უნდა გამოკითხონ. თან აუცილებლად. იმიტომ რომ დეკლარაციაში ის თავად წერს, რომ კომპანიაში, რომელიც მდებარეობს გორში, სადაც იყო ეს საბადო, რომელიც გზატკეცილია, შინდისის გზატკეცილი 19, კი ბატონო, აქ ის იყო დასაქმებული, ეს ის ტერიტორია, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია და აღმოაჩინეს წარმოუდგენელი მასშტაბის წარმოება, შავი ბიზნესი, თამბაქოსი, ის მუშაობდა ინვესტიციების მოზიდვის კოორდინატორი იყო მრჩეველი. სწორედ მისი მუშაობის პერიოდში გაჩნდა ახალი მეწილე 5000 ლარად, ვინც იყიდა ამ ბიზნესის წილი. ეს არის ბატონი აბაიმოვი, ვიქტორ აბაიმოვი, პეტერბურგელი ბიზნესმენი, რომელიც შემოვიდა წილში, რომელიც ახლა დაკავებულია და უცნაურ ფასად 5000 ლარად მისცეს მას ამ ბიზნესის წილი. ახლა საინტერესოა, რა ექნება ბატონ ჯუანშერს გამოძიებისათვის სათქმელი. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ არის სასამართლოში პროცესი ახლა მინდინარეობს, ველოდებით ჩვენ უკვე როგორ განვითარდება მოვლენები იქ და ამის შესახებ რა თქმა უნდა მაყურებელს მოუყვები, იმიტომ რომ თუ ამ ადამიანებმა დაკითხვის დროს ილაპარაკეს დაცვის უფროსმა თუ იქანაშომლა სასამართლოშიც მას შეიძლება ხელი დაადოს ვიღაცაებს. კი, წესით მან ეს ჩვენება ვნახოთ, ეს არის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება და ვნახოთ სასამართლოში ის დაადებს თუ არა უკვე ხელს ოფიციალურად იგივე ვასილ მხეიძეს, თუმცა მისი გამოკითხვის ოქმიდან თუ ვიმშელებთ ეს მოლოდინი რა თქმა უნდა არსებობდეს.